შუახმელეთს ბინდი გადახფარებოდა, მაგრამ ვარდამ, ვარსკვლავთა დედოფალმა, უძველესი სინათლე აიღო და ცა მორთო. აინთო მენელმაკარი და ვალაკირკა მელკორის ჯიბრზე. და სწორედ ამ შუქზე, კუივიენენის ტბასთან, თვარი გაახილეს ილუვატარის პირმშოებმა. მათ პირველად ვარსკვლავები იხილეს, ამიტომაც უყვართ ისინი ყველაზე მეტად. მათი გამოჩენა პირველმა მელკორმა შეიტყო. მან აჩრდილები გაგზავნა. ვინც მარტო დარჩებოდა, უკვალოდ ქრებოდა. ასე შეიქმნა ორკთა მოდგმა, წამებითა და სიძულვილით. მაგრამ ერთ დღეს, ტყეში ნაჰარმა დაიჭიხვინა. გამოჩნდა ორომე, მონადირე ვალართაგან და ელფებმა იგრძნეს, რომ ის სიბნელისგან არ მოდიოდა. ვალარებმა გადაწყვიტეს ელფები უნდა გადარჩენილიყვნენ. დაიწყო ომი. მიწა იძვროდა და ჩრდილოეთში ცეცხლი ენთო. ვალარებმა დაანგრიეს უტუმლო. ტულკასმა შებოჭა მელკორი და ის მანდოსის საპყრობილეში ჩააგდეს. 3 საუკუნით დაისადგურა მშვიდობამ. ორომემ ელფთა 3 ბელადი იხმო ვალინორში, რათა ხეთა სინათლე ეხილათ. ესენი იყვნენ ინგუე, ვანიართა მეფე, ფინუე, ნოლდორთა ბრძენი მმართველი და ელუე სინგოლო, რომელსაც შემდგომ თინგოლი ეწოდა. სინათლით მოხიბლულებმა მათ თავიანთ ხალხს მოუწოდეს, წავიდეთ დასავლეთში.